რა არის ნახშირწყალი? ნახშირწყალი ეს არის მთავარი მაკრონუტრიენტი, რომელიც ცილასა და ცხიმთან ერთად აუცილებელია ორგანიზმისთვის. ისინი იშლება გლუკოზად და შედეგად მიიღება ენერგიის წყარო. ხოლო ენერგია გვჭირდება ტვინისთვის, კუნთებისთვის და არის უჯრედების ძირითადი საწვავი. არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი გაძლევს სწრაფად ენერგიას, მაგრამ ასევე სწრაფად ტოვებს ორგანიზმს და ასეთია შაქარი, თეთრი პური, ტკბილეული და ასე შემდეგ. რთული ნახშირწყლები უფრო ნელა იშლება, ნელა აითვისება და გაძლევს უფრო ხანგრძლივი დროით ენერგიას და დანაყრების შეგრძნებას. ესენია ხილი, ლობიო, წიწიბურა, ბურღული. დღეს ბევრს გონია, რომ თუ ნახშირწყლებს საერთოდ ამოიღებს რაციონიდან, უფრო მალე დაიკლებს. გამიგონია პურს არ ვჭამ, მაკარონი არ ვიცი რა არის, შაქარს არ ვეკარები და ასე შემდეგ. მაგრამ ნახშირწყალი მტერი არ არის, ის ენერგიის ძირითადი წყაროა. მოდი მარტივად წარმოიდგინე, შენი სხეული როგორც მანქანა და მისი საწვავი ნახშირწყალია. მანქანა ბენზინის გარეშე მუშაობს? არა. ახლა წარმოიდგინე, რომ მთელი დღე ჭამე ბოსტნეული და ერთი ცალი კვერცხი. გამოვიდა საჭმელი კი ჭამე, მაგრამ საწვავი არ მიაწოდე ორგანიზმს. და მთელი დღე გეძინება, არ გაქვს ენერგია და არაფერი არ გინდა. ესე იგი, ორგანიზმს აკლია საწვავი და ეს საწვავი კი ნახშირწყალია, ოღონდ სწორად შერჩეული რთული ნახშირწყალი. ახლა შეიძლება იფიქრე, აბა რა ვქნა, პური ვჭამო? არ ვამბობ, რომ მიირთვი 5 ნაჭერი პური და მაკარონი ყოველდღე. ვამბობ, რომ ორგანიზმს სჭირდება ბალანსი. ნახშირწყლები, ცილები, ჯანსაღი ცხიმები და ბოჭკო. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს, როგორია შენზე მორგებული ჯანსაღი კვების გეგმა, მომწერე პირადში.